ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ წიგნის საქართველო აფხაზეთიდან იწყება პრეზენტაციას უმასპინძლა. გამოცემა გამორჩეული აფხაზი ქალბატონის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, წმინდა გიორგის ოქროს ჯვრისა და ღირსების ორდენის კავალერ სვეტლანა ქეცბას ხსოვნას ეძღვნება. საღამო ორგანიზებული იყო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ყოფილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც სვეტლანა ქეცბას მოღვაწეობას ჯერ კიდევ სოხუმიდან იცნობდნენ. სვეტლანა ქეცბა სხვადასხვა დროს იყო ქალაქ სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლების დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი და ყოველთვის ყველა თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა მაღალი ზნეობით, მტკიცე სულიერებითა და განსაკუთრებული მზრუნველობით ქართულ-აფხაზური ათასწლოვანი კულტურისადმი. საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, მონაზონი ელენე, დეკანოზი ბიძინა გუნია, სვეტლანა ქეცბას ოჯახის წევრები და მეგობრები. ხსოვნის საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს გამორჩეული აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა. ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა წიგნის საქართველო აფხაზეთიდან იწყება პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს ნანა წილოსანს და შემოქმედებითი ჯგუფის წევრს მედეა ზუხბაიას. მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია, რადგანაც გვახსოვდეს ჩვენ საზოგადოებას ისეთი უკუდამყოფელი სახელები და გვარები, როგორიც გახლდათ ქალბატონი სვეტა. რაოდენი მნიშვნელოვანი იყო მისი როლი არა მხოლოდ აფხაზურ, არამედ სრულიად საქართველოს კულტურულ საზოგადოებაში, მისი ღვაწლი, მისი ნაშრომები, მისი შემოქმედება, როგორც აფხაზეთის მთავრობა, ასევე სამინისტრო მომავალში განიხილავს მსგავსი ღონისძიებების წახალისებასა და მათში ჩართულობას. ყოფილი თანამშრომლები არ ვივიწყებდით ქალბატონ სვეტლანას და გადავწყვიტეთ, აი რაღაც იცით, გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა ისეთი, კიდევ ერთხელ რომ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ როგორი უნდა იყოს ადამიანი ზოგადად და საზოგადოებრივი მის საქმიანობა როგორი უნდა იყოს და გავაკეთეთ აი ეს წიგნი. ჩვენი ხსოვნის, აი მოგონებები ქალბატონ სვეტლანაზე, ვისთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა, კავშირი, ვისთან ერთადაც შრომობდა და მოღვაწეობდა ამ წლების მანძილზე. განსაკუთრებით მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენ შევგზავნით დევნილობის პერიოდში. ქალბატონი, რომელიც თავის თავად გრძნობდა, რომ ის არის საქართველოს შვილი, აფხაზი ქალბატონი. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, მის კოლექტივს, კულტურისა და განათლების სამინისტროს, ჩვენი აფხაზეთისა, ჩვენს კოლეგებს, რომელმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მისი სახელი უგდავყოფილიყო და ეს უგდავყოფა მოხდა კიდევ ერთი რამით, რასაც მისდამი მიზნული ამ იუბილეისადმი მიზნული წიგნი ჰქვია.